გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა მოგესალმებათ მანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე და ტრადიციულად მინდა სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩვენი გუნდის წევრ ონისეს ხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს. თავისუფლებას უსურებთ ყველას. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ელენე ხოშტარიას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 თვით ძვირფასო მეგობრებო. წელიწად ნახევრით ციხე მიუსაჯეს რის გამო? კალაძის პლაკატზე მარკერით დააწერა რაღაცა საპროტესტო სიტყვა. ფაქტიურად კალაძემ თავის სურათზე მიჯღაბნის გამო ციხეში გაუშვა 4 შვილის დედა ძვირფასო მეგობრებო და თვითონ ისევ თავისი ვაჟკაცური იერით ამაყად დააბიჯებს დედაქალაქის ქუჩებში. მართლაც რომ კაცური კაცია, კაცური სურნელით. კაცური ყოჩა, კაია, მაგარია. აი ასე გამოიყურება შერჩევითი სამართალი მეგობრებო. ეს ელენე ხოშტარიამ რომ დააწერა, მაგიტომ იყო დანაშაული, თორემ ბიძინა ივანიშვილს რომ გაეკეთებინა იგივე წარწერა, მაშინ იქნებოდა ავტოგრაფი. და დიდი პატივი, ძვირფასო მეგობრებო. ელენეს დაჭერაზე ბევრი აზრი მოვისმინე და ყველაზე მეტად გულუბრყვილო ხალხის ის აზრი მომწონს ხოლმე, ძვირფასო მეგობრებო. აი მთავრობას რომ შეაგონებენ ხოლმე, რომ აი ასეთ რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე კვირა იყო და აი ასეთ მძიმე დღეებში ხალხი რომ გავერთიანდით, იქნებ თქვენს გაითვალისწინოთ და შეიწყალოთ პატიმრები და რომ ელოდებიან რომ ქოცებს თვალზე ცრემლი მოადგებათ და გამოუშვებენ ყველა პატიმარს, იმიტომ რომ ესე გაერთიანებული ერი ბოლოს როდის ვნახეთ მართლა არ მახსოვს. ამ ძიმე დღეებში რომ გავერთიანან. ნუ არ ამგონია ამით ქოცები ბედნიერები იყვნენ ძვირფასო მეგობრებო, ესეთი გაერთიანებულები რო გნახეს. გაერთიანებულმა ხალხმა მე შეიძლება მთავრობის შეცვლა მოითხოვოს. გახლეჩილები რო ვარ და ერთმანეთს რომ ჭამთ. მაგიტომ არიან 14 წელია ხელისუფლებაში ესენი. ხო, სულ ერის გამთლიანებაზე იფიქრებენ. ერთმანეთს შორის შუღლია, რითაც ესენი საზრდოობენ ძვირფასო მეგობრებო. ასე რომ გაერთიანება კი არა. მალე შეიძლება მთავრობამ კანიბალიზმიც დაუშვას, რომ პირდაპირ ძვლებიანად შევჭამოთ ერთმანეთი. რომ ესენი უფრო დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში. ელენე ხოშტარიას სასამართლო განაჩენზე ყველაზე გამორჩეული კომენტარი გააკეთა შალვა ნათელაშვილმა. მინდა შემოგთავაზოთ ეს უნიკალური ვიდეო ძვირფასო მეგობრებო. საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ. პარიზში, როდესაც ლუვრის მუზეუმში დააზიანეს ლეონარდოს უკვდავის შედევრი მონა ლიზა, დამნაშავეს აკმარეს ადმინისტრაციული სახთელი და ბოდიშებით მიაცილეს სახლში. ხოლო აქ, როდესაც კალაძის პორტრეტზე წარწერა გააკეთა პოლიტიკურმა ლიდერმა, მას უმკაცრესი ციხე მიუსაჯეს და აქედან გამომდინარე მაქვს იდეა ვთხოვოთ იუნესკოს კალაძის და ივანიშვილის პორტრეტები აღიარონ ხელოვნების შედევრად და დაუკიდოთ ისინი ლუვრში მონა ლიზას თავზე. იქნებ მე მაინც დაუკიდონ და დაგონებენ თავზე. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ხარისხის ხუმრობებს, ასეთი გამართული ფორმულირებებით მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიო დონის იუმორისტები რო შეკრიბო, ვერ მოიფიქრებენ ძვირფასო ტელემაყურებლებო. 28 წელია სცენარს წერდა, თეთრი შურით შემშურდა. აი, ყველაფერი წაშალა თუ კი რამე მაგ გაკეთებული ამ ცხოვრებაში და თუ კი რამე შემიქმნია. მართლაც ყოჩახ ბატონო შალვა, აი ესეთი გამართული ხუმრობა რა ვიცი, რა აი საუკუნეში ერთხელ შეიძლება დაიწეროს. გადავიდეთ ცენტრალურ თემაზე. დიდი განხილვა და კრიტიკა მოჰყვა მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონის სამიტზე.
სადაც ის მელანია ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა, მაგრამ მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ ყველაფერს. რამდენიმე ხნის წინ სამიძე მოწვევის შესახებ ინფორმაცია გვითხრა თავად მიხეილ ყაველაშვილმა. ოღონდ ცოტა უცნაური ინფორმაცია მოგვაწოდა, მოდით ეს ინფორმაცია მოვისმინოთ. წვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი დედის მხრიდან. მოწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი დედის მხრიდან. ხოლო პირველი მამის ზარს დღემდე ელოდება ბატონი ყაველაშვილი ამერიკიდან. არადა რომის პაპის დაკრძალვაზე მახსოვს ხელი რომ აუწია პირველმა მამამ ყაველაშვილს. ერთი სიტყვით ყაველას მაინც აქვს იმედი რომ პირველ დედმამასთან დაალაგებს ურთიერთობას. უფრო უკეთ რომ აახსნათ ამერიკის პირველმა დედამ თეთრ სახლში მიიწვია 4 შვილის დედა, სადაც ამ 4 შვილის დედას ამერიკის დედისათვის უნდა ეკითხა, რომ მან თავის მხრივ კითხოს ამერიკის პირველ მამას, თუ რატომ არ ურეკავს 4 შვილის მამას. მოკლედ არ ვიცი რა, პირველი ქმარი გამიგია ძვირფასო მეგობრებო, პირველი ცოლი გამიგია, პირველი შვილი გამიგია, პირველი ძმაც შეიძლება თქვათ, კი გამიგია, მაგრამ აი ეს პირველი დედა რას ნიშნავს, აი არ ვიცი. სავარაუდოდ ყაველაშვილმა შეგვახსენა რომ პირველი დედა და პირველი მამა პირველი. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ვაშინგტონის სამიძე თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლაზე. რა ვქნა, უნდა გადავიდეთ. სხვა გზა არა გვაქვს. დიდი სურვილი მქონდა რომ ეს არ მენახა ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ მაინც ეს ნაწყვეტი ნახოთ. Ruled by Queen Tamar, the first ever woman royalty referred to as a king. მე მესმის ხალხის აზრი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი არ უნდა დავაბულინგოთ. ქალია და არ უნდა გავაკრიტიკოთ, რა თქმა უნდა, მეც ვესტობით ახმები ამას. ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. რა ვიცი, ესე როგორ შეიძლება იყო ერთი განხილვა Facebook-ში. რა ვიცი, გენაცვალე ქალი იყო სანდრა რულოვსი და მშვენივრად ვაჭრობდა ორგანოებით. რა მშვენივრად ვაჭრობდა და დაყიდა თუ რამე კარგი გქონდა ორგანიზმში და მაშინ ეს ბულინგი არ იყო, მართალია ეს შავი პიარი იყო, იმიტომ რომ ხო, გამახსენდა, ბულინგი და შავი პიარი უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. შავი პიარი უნდა აიტანოს ადამიანმა და ბულინგი როგორ შეიძლება? რატომ გითხავთ, საერთოდ ნებისმიერ საერთაშორისო კონფერენციაზე უნდა გავაგზავნოთ ადამიანი, რომელიც ენებს ფლობს. რა ვიცი, ყავს ერთი ადამიანი ოცნებაში, რომელიც ხლავს რამდენიმე ენაზე ძალიან მაგრად. ფრანგული გინდა? Sidam et devenu folle. ან ინგლისური გინდა ინგლისური? Hey Matthew, are you kidding my friend? ან კიდე go Mr. Trump. ან კიდე Maya Krasatulya, ანუ ეგეც ხლავს ადამიანი, რა ვიცი, ნებისმიერი ენა აიღე, რომელიც გინდა, მაგრამ და რა ვიცი, მარტო ენაზე ხო არ არის კაცო ლაპარაკი. მე როგორ იქცევა ძვირფასო მეგობრებო, მანერები, სადაც ჩავიდა ასახელა მთელი ქვეყანა. ჩვენი დენდი, ჩვენი უდაბნოს არწივი, რა უნდა მოხდეს ახლა ირაკლი, რომ მე შენ რამენაირად რაღაცნაირად დამავიწყდე. ვიღაცისთვის ორშაბათია მძიმე დღე, მაგრამ შენთვის ირაკლი ყოველი პარასკევი იქნება ორშაბათი. ორშაბათი. მოდი გადავიდეთ ქართული ოცნების ნოვატორულ რეფორმასა და სიახლეებზე. მოდი გავიხსენოთ რა ინიციატივით გამოვიდა ირაკლი კობახიძე რამდენიმე ხნის წინ. 2 კვირის წინანდელი ინფორმაცია, მაგრამ ძალიან საინტერესო. გამაგრილებელი სასმელების 20 ლიტრზე ნაკლები მოცულობის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაცია იკრძალება. ესე იგი 20 ლიტრიანებში უნდა ჩავასხათ გამაგრილებელი სასმელი. მე უკეთეს გეტყვით ახლა ამ 20 ლიტრიან ბოცებს ხო მაცივარში ვერ შევინახავთ, იმიტომ რომ ფიზიკურად დიდია და არ შეეტევა. ხომ არ ჯობია რომ გაზიანი სასმელებისთვის ქვევრები რომ გავაკეთოთ. სახლებში რომ გქონდეს ქვევრები. და გვექნება ერთ ქვევრში გვექნება კოკა-კოლა, მეორეში ტარხუნის ლიმონათი, მესამეში მსხლის, მეოთხეში ნაბეღლავი, რა ვიცი, რა ჯობია სტუმარი რომ მოგივა და ესე კოკა-კოლის ქვევრსო თავს მოხდი და აი შეფები რო ამოვა და თან გაზიანი სასმელი სუდუღილშია, გაიგე? და ეგ არის, ხო. ახლა გეტყვით ეს რატომ არის ძალიან კარგი, უფრო გამარტივდება ანგარიშიც. ერთი ასკაცია სუფრას, ეხლა წესით ერთი 3 ბოცა ტარხულის ლიმონად ხო უნდა იყოს.
ესეთი მსჯელობაც იქნება რა. კახური თუ არის ტარხუნის ლიმონადი, მაშინ ორი ბოცაც ეყოფა, იმიტომ რომ კახური ტანინიანია ცოტა, კახური ტარხუნა და ესეთი ღლაბუცური ხუმრობებიც იქნება. გადავიდეთ მორიგ რეფორმაზე. დღეს რეფორმების დღე გვაქვს. ძვირფასო მეგობრებო, რომელიც ავტომობილებს ეხება. რამდენიმე დღის წინ კობახიცემ მოგვახარა, რომ ძვირდება ავტომობილების გამბაჟება და მისი გამბაჟების ტარიფები. მოდით ნახოთ, რას ფიქრობს გამბაჟების ტარიფის მომატებაზე ოცნების დეპუტატი, გენიალური პიროვნება ბეჟან წაქაძე, საოცარი კაცია. თავისი ისენი აქვს. ყველამ ნაკლებად უნდა ვიაროთ მანქანით. აქეთკენ მიდის საქმე, რომ ადამიანებმა ისარგებლონ მუნიციპალური ტრანსპორტით, როცა ქალაქის ცენტრში მანქანით გადაადგილების აუცილებლობა არ არის. დროა ხალხო, ყველა მიბაძოთ ბატონ ბეჟანს. დიახ, ბატონი ბეჟანი ყოველ დილას ჯდება თავის ზვირადღირებულ მანქანაში, დადგება ავტობუსების ზოლში და აი ასე პატიოსნად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლით მიდის სამსახურამდე. დიახ, უკან მიყვება ავტობუსი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავნოს ფაქტიურად. მე მეთანხმები ბატონ ბეჟან წაქაძეს, როცა ადამიანი მდიდარია, არ უნდა იტანჯებოდეს საცობებში, ძვირფასო მეგობრებო. ახლა მე რიგითი მოქალაქე და ბეჟანი ერთი ხომ არა ვართ რა. ამიტომ ჩვენ ღარიბები უნდა გადავჯდეთ ავტობუსებში, რომ მდიდრებს გზაზე კონდეთ, არ კონდეთ არანაირი შეფერხება. გინდა მანქანით სიარული, მაშინ იყავი მდიდარი, რას მე მეშვები. უნდა იცოდეთ მეორე კატეგორიის ადამიანებმა ჩვენი ადგილი ძვირფასო მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ. ყველამ უნდა ვიცოდეთ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ ჯარიმებთან დაკავშირებით, მინდა სიხარულით გამცნოთ, რომ ჩვენს ხარჯზე, მოსახლეობის ხარჯზე მთავრობა მდიდრდება. ნახოთ კონკრეტული ციფრები. 2026 წლის იანვარ-თებერვალში ჯარიმებიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა 101%-ით 87 მილიონ ნახევარ ლარამდე გაიზარდა. 87 მილიონით არის გაზრდილი ჩვენი ჯარიმების ორ თვეში ხალხო. თებერვალი იანვარში. მოკლედ ფული უკვე ისე უჭირთ მთავრობას, რომ მოსახლეობა ხო ბოლომდე გამოწურეს და მაინც რომ არ ყოფდით, ხალხს უკვე ელემენტებივით ჭეჭყავენ, რომ იქნება ბოლო კაპიკი რომ გამოგვადინონ საიდანღაც. გადავიდეთ თემაზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია ქართული ოცნებისთვის. როგორც ვიცით, რამდენიმე ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, ივესა და პოსტივის. და ახლა როგორც ამბობენ, შესაძლოა ევროპარლამენტმა უკვე მათთან ერთად უკვე რუსთავიორიც დაასანქციოსო. ანუ ფაქტიურად სამთავრობო არხების ბუკეტია და შეიძლება და სანქციდეს ყველა. აი რა ვიცი რა ვთქვა. აი არ ვიცი მართლა რა ვთქვა. აი პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამდენ სპონსორს და რეკლამას ჩემს გადაცემაში ვერ ავიტან. მაქსიმუმ 10-15 სპონსორი გამოვაცხადო. მეტის შანსი არ არის. და ბიზნესმენები რომ მოაწყდებით, ძალიან გთხოვთ რიგის ნომერი აიღეთ და დამელოდეთ. თან ყველას კაცო ამ გადაცემაში უნდა კაცო რა არის ეს რა გადავირი რა გადაცემაა განა ესეთი. ისაუბრობენ ამ სანქციებზე, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს ძვირფასო მეგობრებო, რა ვქოთ. აი ახლა ხო გავხედე, არაფერი არ ჩანს. ახლა აქეთ გავიხედები, არაფერი არ ჩანს. აი არაფერი. ჯერ არაფერი არ მოსჩანს. რა ვიცი. აი ასე რომ გავიხედავ ხო და TV პირველისკენ დაძრულ სპონსორებს რომ დავინახავ, ხო? მაშინ მივხვდები, რომ სანქციების აღსრულება დაიწყო. მოასწარით სანამ დაწყებულა, თორემ მერე მოიმატებს აქ ფასები, ძვირფასო ბიზნესმენებო. მერე მოიმატებს და მერე არც იქანა მიგიღონ, არც აქანა განათავსოთ, მერე აი საწახვიდეთ. თავში გექნებათ ეს საფიქრალი ბევრი. საერთოდ მე ვერ ხვდები, რატომ უნდა დაასანქციონ ეს ტელევიზიები. ავიღოთ მაგალითად იმედი. მე ასე დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია მეორე არ ვიცი. აი ნახოთ როგორი დამოუკიდებლად მუშაობს ერთი ელემენტარულად ერთი ტელეკომპანიის ერთი ჟურნალისტი, ნახოთ. უკანვიდია ჩეხეთში დაარეგისტრირა რეგისტრაციის თარიღია 22 წლის დეკემბერი. ეს მას შემდეგ ხდება, რაც საქართველოს უკვე მიღებულია უცხოური გავლენის გამგრელობის კანონი. თქვენი აზრით ეს არის თუ არა მიზანმიმართულად კანონის გვერდის მცდელობა და თუ დასაბალი არაფერი არ აქვს, რატომ დასჭირდა ეს სქემა? არ ვიცი. აი ამას ქვია დამოუკიდებელი ჟურნალისტი. უფროსის ჩაგდებულ კითხვას როგორ დამოუკიდებლად კითხულობს ძვირფასო მეგობრებო. დამოუკიდებლად წაკითხვის უმაღლესი სტანდარტია.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა ტელეკომპანია იმედის ყოფილ დირექტორს, იცოდა თუ არა მან იმედის დასანქცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დირექტორს არა დამფუძნებელს. მოდით ნახოთ რა უპასუხა იმედის ყოფილმა დამფუძნებელმა რუხაძემ. დავაი დაახვეთ აქედან. ეს ის კაცია, რომელმაც რომ გაიგოს სანქციები ემუქრებაო 1000 ლარად იმედის ტელევიზია დაახვია და თანამშრომლებს გადასცა სამართავად ძვირფასო მეგობრებო. ერთი სიტყვით რუხაძემ რაც იმედში გააკეთა ფაქტიურად ის უთხრა ჟურნალისტებს, ფორმულას ჟურნალისტებს. მოკლედ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საინტერესოა როგორ გრძნობს თავს მოსახლეობა. ამასთან დაკავშირებით მოდით ნახოთ საინტერესო კვლევა. სოფლიო ბედნიერების ინდექსით საქართველო 157 ქვეყნიდან 91 ადგილზეა. 91 ადგილზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბედნიერი ადამიანები არ ცხოვრობენ. 91. თან რასაც დავაკვირდი, უბედურები რომ ვართ, ეს მოგწონს ძვირფასო მეგობრებო. აი რომ არ მოგწონდეს, კოცებს რატომ მივცემდით კიდევ ხმას? კოცებს იმიტომ ვაძლევთ ხმას, რომ გვინდა რომ ეს უბედურება გაგრძელდეს, მიხვდით? ნარკოტიკით არის ქართველი. უბედური როცა მაშინაა ბედნიერი ძვირფასო მეგობრებო. აი ეს არის მთელი არსი, ისიც თქვაც მინდა. ეს იყო რეალური და სამწუხარო სტატისტიკა, ახლა გადავიდეთ არარეალურ და სასიხარულო სტატისტიკაზე. ტელეკომპანია იმედი ყოველ კვირა გვთავაზობს საოცარ კვლევებს, სტატისტიკებს, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. მოდით ნახოთ იმედის მორიგი კვლევა, ძალიან გთხოვთ სიღრმისეულად წავიკითხოთ ეს წინადადება. გაუშვეთ. ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ვინც ამას იკვლევს, იქნება შემდეგი კვლევა, რომ დაგვიდოთ. ქვეყნის მაგალითად სიამტკბილობის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით რომელ ადგილზე ვართ? ან ცხოვრების სიფარფატის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით სად ვართ? აი რაღაცნაირად მუსიკალური წინადადება. ან საფიროს ხმელეთ ზურმუხტის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით რა მდგომარეობა გვაქვს? მაინტერესებს ხალხს. თქვენ კიდევ სხვა სტატისტიკები არის ის ძვირფასო მეგობრებო, თორე შეიძლება საერთოდაც შოკში ჩავარდეთ. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მზარდი გაცნობიერების დინამიკის ინდექსით ლიდერთა ქვეყნებს შორისაა. რაც შეეხება ქვეყანაში შობადობის ზრდასთან დაკავშირებულ წარმატებული სურვილის განხორციელების პერსპექტივას, ამაში საერთოდ ლიდერები ვართ. სიმდიდრის ხარისხის ფანტაზიის შეგრძნების დაუსრულებელი პროცესით ვართ მეორე ადგილზე მსოფლიოში და ერთ-ერთ ორგანოზე მოგზო ნემსით იგივე მახათით ზემოქმედების ხანგრძლივი პროგრესით ვართ პირველ ადგილზე ძვირფასო მეგობრებო. აი რას წვალობთ ამ იმედზე რა და რა იჭყლეთ ტვინებს. პირდაპირ გამოაცხადეთ ხოლმე რომ გამოაცხადეთ ადგილები. დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვიფიქრებთ. აი მაგალითად ამ კვირაში საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. გავიდა მეოთხე ადგილზე. ჩვენ გაგვიხარდება ჩვეულებრივად. მე დავფიქრდებით, ნეტავ რაში გავედით მეოთხე ადგილზე და მსოფლიოს მასშტაბით. ნეტავ პირველი სამი ადგილი ვის ერგო. ევროპაში ალბათ პირველზეც გავედით, მაგასაც ვიფიქრებთ. აი ასე მოგვეცით ჩვენ ცოტა საფიქრალი, სამსჯელო. არ შეიძლება ასე დაღეჭილ ინფორმაციას რომ გვაძლევთ პირდაპირ. გავზარმაცდით უკვე კაცო, ძალიან გვათამამებთ რა კაცო, როგორ შეიძლება ეს? მოდი კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო, გავიაზროთ რას გვაჯერებს იმედი. ესე იგი, როგორი წინადადება იყო ხო ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ვა! მესამე ადგილზე ვართ მსოფლიოში ხალხო? წარმოიდგინეთ? რა მაგარია. მაგრამ მოდი ახლა გავიაზროთ რაში ვართ მესამე ადგილზე. გავარჩიოთ რა წინადადება. მესამე ადგილზე ვართ ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით. ანუ ცხოვრების დონით? არა. აბა რით ვართ მესამე ადგილზე? ცხოვრების დონის შეფასებით? არა.
ცხოვრების დონის შეფასების პროგრესითაც არა ძვირფასო მეგობრებო, ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით ვართ მესამე ადგილზე, ხვდებით? ანუ ცხოვრების დონე კი არ გვაქვს მაღალი, უბრალოდ კარგად ვიცით ცხოვრების დონის შეფასება. ოღონდ ისიც სწრაფად არა, ხანგრძლივი პროცესი გჭირდება ამისათვის, ხვდებით? აი ამაში ვართ მსოფლიოში მესამე ადგილზე. მაინც გილოცავთ, თავარია მესამე ადგილზე ვართ. რა მნიშვნელობა აქვს რაში ძვირფასო მეგობრებო? გილოცავთ მართლაც. მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი. იმედია ჩემ შოუს სულ მალე ჯაზის მუსიკალურობის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით გააფორმებს ბენდი თამულა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პოლიტიკოსი გივი თარგამაძე. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNXG, ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათში ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების ქალბატონების პოეტური საღამო. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ქალი პოეტები და დღეს წარმოგიდგენთ ძალიან წარმატებულ ლექსებს. მოდი მე დავიწყებ, აი. მე დაიწყებთ ხო? კარგი. ევროპაში არ მიშვებენ, ვარ უმწეო ქურციკი. მახსოვს ჩემთვის იღებოდა პრადას ყველა ბუწიკი. მომავალი თუ წაგართვით, რატო უნდა მაწამო? ტირამისუს ფული თუ მაქვს, სუპი უნდა მაჭამო? აღარ მინდა ევროპული, არც კულტურა და არც მოდა. თუ კი სახლში დაბრუნებულს, ჩემი ქმარი გამithხოვდა. კენჭის ყრის დროს პულს რომ ვხედავ, შიში მიტანს დავფეთდები. სულ მგონია წითელღილაკ თუ დავაჭერ ავფეთქდები. აუ მეც. პასპორტებს რომ გვიუქმებენ, ვითომ დიპლომატიურებს. დიპლომები ჩვენ არა გვაქვს, რას უზამენ ატიურებს. აი, ატიურებს მართლა რას უზამენ? ხო, მითხარი რა. ვერ ხვდები უბრალოდ რას უზამენ. კაი, გააგზელე. აი, მოდი ხა. ეს ლექსები მივუძღვნათ მაღალ ფასებთან მებრძოლ საპარლამენტო კომისიას, ანუ ჩვენებს. ძალიან საინტერესოა. ლამის სახლში შემოიჭრას თუთა. ლამის წელზე შემომხვიოს ხელი. მაქებს როგორ გააიაფეო, კვერცხი, ხაჭო, რძე, მაწონი, ყველი. მოდი აქვე მეორეც მოკლე. მიდი. ვარიანტი. გაზაფხულის საღამოა მშვიდი. კვერცხს დააკლდა დღეს 7%. გაგწელეთათ. მაღაზიაში პროდუქტებს თუ აქვს მაღალი ტარიფი, დაბალი ფასის მოთხოვნით რატო მაწუხებს ღარიბი? პროსტა რა არის ახლა მე რა ვხსნი რა და ესეთი ფასებია რა გინდა იყიდი არ გინდა და წადი რა ანუ რატო მაწუხებ მე აი პრობლემებს რატო გვახვევ მიქნენი ხო გინდა იყიდი არ გინდა გადი რა აუ რა მართლა რა გავაგზავნოთ ხო მინდა ჩვენ და ღარიბნი ვყოფილვართ როგორც წყალი და ხმელეთი ღარიბი რატო არსებობს რა გაუჭირდათ ეგეთი გავაგრძელებ მოდი შეგვეწუხეთ მთელი ერი თითქოს საჭმლის ფული არ გაქვს დამიჯერეთ 6-ის მერე არც მდიდარი ქოცი არ ჭამს გაჭირვებას უვიცობა არ გერჩია თავის დროზე ჩვენი მხარი აგერჩია გაჭირვებულს ხმა აღმარჩი დაეწია ჩვენ ქოცებს კი ქვა ვაფშე არ დაგვეწია იმიტომ რომ ჩვენ ბრაბუცებით დავდივართ და ფიზიკურად ვერ დაგვეწევა ქვა ხო ხვდები არა და იერონ მაგათმაც დაუშალა ვინმე ხო რავი პროსტა რა პროსტა ვერ ხვდები არ ვიცი გავაგრძელოთ შემდეგი ლექსი თქვენ რა გონიათ ჩვენ არ გვადარდებს ამას ლარად რომ ცხოვრობს ბებია მალე სპექტაკლსაც დადგამს რობიკო დარაბებს მიღმა
ღარიბებია. წავიდეთ რა პრემიერაზე ხო? წახვიდე. არა. 9 პროსპექტი რომ ჩაკეტონ დღეში 9 ჯერ. ტრის ჯინაზე 9 ჯერ მწარედ გავიცინებ. დავიღლები მე პარტიის სიყვარულში. ამით მოვჩი, ახლა ცოტას წავიძინებ. აუ მოდი სხვა თემაზე გადავიდეთ, თორე ამ ღარიბებს ძალიან დავიქრინჯა. კარგი, მოდი. ჩაცმა, სტილი, ვიზუალი, არაფერში არ აქვს კრახი. ცუდი მერი არის, კახი? კაი, გოგო, რა სიძახი. თბილისის მერი მართლა კაია. მოდური, ლაღი, არამწეველი. კი, შესაძლოა ფარისეველი, მაგრამ შევთანხმდეთ. სულ სხვა ლეველი. იმედი ჩვენი არხია, ჩვენი ფერადი ჯაჯანა, ჩვენი ნიუსი ქრონიკა საოცრება კი მაგდანა. პრაიმ შოუს ხო ყველა ცნობს, ყოველთვის 2x2-ია. ჩემი პირადი ტოპ შოუ სიცრუის დეტექტორია. მგონი არავინ გამორჩა, შევაქე როგორც შევიძლე. ნუ ეხო სასწაულია, ის არა, სულაბერიძე. ხო, ясно, სულაბერიძე. ხო. და მოდი დღეისთვის ბოლო ლექსი წავიკითხოთ, თათო. ჩვენ სიმდიდრის არ გვცხვენია, ღარიბების არ გვაქვს ხათრი. სხვას რომ ლუკმა ენატრება საზღვარგარეთ ჩვენ გვაქვს ფართი. ინგლისურიც კარგად ვიცით, ტვინში რომ გაქვთ მავთულხლართი. თუ არ გჯერათ მომისმინეთ. First ever woman reality. თუ როიალთი? მოიცა. ხო, როიალთი. არა, მოიცა, მე მგონი რეალთი. რეალთი? რა ვიცი, ქართული ასოებით მიწერია როიალთიო და გოგო, რა არის, იცი, მე მგონი ო კი არა, საერთოდ უხვარ უნდა, ანუ რუალთი. რუალთი? ხო, რუალთი. რუალთი? ხო. თუ რეიალთია. აუ არ ვიცი, რა მოდი რამე შევუკვეთოთ. თან დავიღალე. ხო, ვეგანური გთხო. ясно, ვეგანური. კაი. მართლა არ ვიცი. აუ ეს რეალთი, როალთი, რა მნიშვნელობა აქვს? მაგძელოთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G. ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკული ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ-შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ უცნობის და ბიძი და ივანიშვილის მუსიკალური ნომერი კიდობანში. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. როცა უჭირდა ერთს ნაცებს რომ ყავდით მძევლად და 1 ოქტომბერს მოგვევლინე მხსნელად თუმცა სანქციები ცოტაც იყვეცნელება იქნებ გვითხრა რა გეგმა გაქვს რა გვეშველება Анам всё равно ჩემი გეგმები ძალიან დიდია Анам всё равно ხალხის გეგმები ფეხზე მკიდია მადლობა ასეთი ქართული პასუხისთვის ფულს ქეშად ვინახავ მაინც შავი დღისთვის დევნა თუ დაიწყეს გიჩივლეს ჰაგაში მე დაგმალავ ჩემო ნოე ამ კიდობაში შენ არი დარდო არ დაიდარდო რუსეთში თითქმის კი ვარ შემძრალი შენ არი დარდო კიდობნის ვარდო საქართველოა ჩემი მძევალი კარგად ვერ გამიცნეს მე არაფრის მრცხვენია ქართველი კაცი ხომ ყოველთვის ბრძენია
ბოლომდე გამოხრავ გამდის და რატო არა დაიძინე საქართველო ჩემო პატარა აუ აბარა ღმერთმა რაღაცი გადმოგვაფარა მილიონები თავზე გვაყარა მშვიდობის ფარდა ჩამოგვაფარა მე ვარ ბიძინა აღმატებული რუსეთისგან ვარ ჩამატებული ყველა ქართველზე წარმატებული ფული შოვნისთვის დაბადებული შენ ხარ ატამი მე კიჭია ვარ შენიც უგავარ ამუნია ვარ პროპაგანდისტვის მუდამ ღია ვარ სხვისთვის უცნობი შენთვის ღია ვარ ხო ხედავთ ხალხო რა კარგი კაცი მყავს სურად რა დენირო რის დენირო იცოდეთ რომ ბიზნესა სატუთი ხელები დალაგებულს არ აგარებინებ კარგი ხარ შემოგია, კარგად მუშაობ. ასე თუ გააგრძელებ, მატორსაც დაგიმატებ და უკვე მატორიანი ნავი გეყოლება. როცა გიყურებ, გაზაფხულია, არ დაგავიწყდეს სიტყვა ფულია. ქების მოსმენა უკვე რთულია, გეყოს ერთისთვის ჩარიცხულია. ჰე ახლა, გეყობა კაცო, მოუსუნი ჩავს და გამიყვანი ნაპირზე. Პირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გივი თარგამაძე. ძალიან სკანდალური სტუმარი ყავს. მე მინდა გივი ისე ჩავამთავროთ ეს ეთერი, რომ შენ მშვიდობით წახვიდე სახში, ჩვენც მშვიდობით წავიდეთ და კარგად ვიყოთ ყველა ერთად. მაინც ახლოს ვარ იმასთან, ხო ციხესთან თუ რომ ციხესა და მატროსოვის ციხე აქვეა. ღმერთს პატაგიფორს, მაგრამ მაინც. ესე იგი, მე რომ ვიცი რომ შენ სუსი გეძებ და кай ხანი, ხო? მე მარტივად გიპოვე. და ისინი კი დარჩენ დაწყენები. ყველა საინტერესო იყო რომ მივედი პირობის სამებრ ნამდვილად ხო მაშინ ვუთხარ რომ მოვალ თქო რა პრობლემაა. მოკლედ დარჩენ ესეთ შემხდე ძალიან ნაწყენები რომ რა იყო რა ჩაგვიტარებს მთელი კამპანია რომ ვითომ გეძებდით და ვითომ როგორ რა თქვენ მაგერად ხო არ ვიტყოდი მეთქი ხო ანუ ჩვენ განცხადება ხო არ გავიკეთებიო თქვენ გააკეთეთ მე უარესი განცხადება გააკეთეთ რომ არ გაგიკეთებიათ განცხადება და ეს ყველაფერი უთხარით ჟურნალისტს პასუხად და რა მნიშვნელობა იმ პასუხში ეწერა რომ მეძებთ და მეძებდით ფაქტია ხო ანუ ეხა აი რომ შემოდიოდიო რო თქვიო რომ ჩემი თავი ძლივს ვიპოვე და წარვადგინე სუში ჩვენ დაგწინეო და ნუ გამეწინო ხო თქვენ დაგწინეთ ამავე დავწინე არა ხართ ეხა დასაცინები წინთ კიდე ეს ცოტა გულჩვილები დამხდნენ რაღაცნაირად ნაწყენები იყვნენ რომ ნაწყენები იყვნენ რა გითხეს კითხვები რა დაგიშვეს იმ კონკრეტულ საქმეზე ხები აი როგორ იყო ნუ თავიდან პატარა ბიჭი იყო უფრო რა ვიცი რა წყვებოდი იწერდა და მე შემოეთქვა უთხრეს რომ ცოტა გაასერიოზულეთ შუალედური ტიპი იყო, ნუ იმან ცადა გასერიოზულება ის უფრო მალე მოვინელე ესე რა ვთქვა და მე მოვიდა უფროსი რა თქმა უნდა ყველა სასაცილო იყო, იმიტომ რომ ნუ თან უნდა ყოფილიყო ესეთი მნიშვნელოვანი ტიპი და თან ჭკვიანური რაღაცები უნდა ეთქვა და შესაბამისად ყველა სულელურ რაღაცებს ეგ იძახდა რა თქმა უნდა და ნუ კი ასე ცოტა ვათრი კი ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ არ ვიყავით ან მართლა ეგრე აგრესიულად განწყობილი მინდოდა რაღაცნაირად ხელი შემეწყო რომ მართლა მინდა რომ მაგი აუხსენით ანუ ჭის პოლიტიკური ნაწილი სადაც მე ზოგადად ქართულ ოცნებას მაგათ გლუვს და იმას ვერჩი აი ესე ეგრეა და მაგას ეგრე გავაგრძელებ და ამ შემთხვევაში მართლა გულშემატკივარი ვარ ქვეყნის იმ ცუდი ამბავია გერანელები რა მოგწევს რაღაცას და მაგის ახსნას ვცდილობდი რომ აი ამას მიხედეთ რა, იმიტომ რომ აშკარად ვერ ხართ ხო იმაში, ვერ ეწევით, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვკითხავთ, იქ 300 კაცი დგას რომ და აი მზად ვართ ნებისმიერ ბრძანებას შევასრულებთ, ეხავე წავალ, რა სიზამენ, იმას მიაქციეთ ხო და აი მანდ აი მაღაზი მაგალითად იყო საოცარი კითხვა, კონტრკითხვა ესეთი ამ უფროსი. თქვენ ბატონო გივი სპარსული იცით? არა მეთქი, ურდუ ვიცი კიდე და მონღოლური რატო უნდა ვიცოდი სპარსული ხო? ხო. რა ხდება მეთქი და არა აი იქ რო იძახდენო ისინი სპარსულად ეგრე არ იძახდენო რომ ისო ყველა ბრძანება შევასრულებთო. ნუ მე ვთქვი თქვენ ტელევიზიებში ეგეთივე ტიტრი ქონდა, მაგრამ კი ბატონო, რა იძახდნენ მაშინ? ისინი იძახდენო რომ
ალი ხომენი შენი ერთგულები ვარ თუ განსხვავება რა არის მეთქი თუ ერთგულებს დანებაზე შეასრულებს და მე აღმოჩნდა რომ კი იძახდნენ თან თლათ იმაზე თუნ იმას აზერბაიჯანულად მანდამდე ვერ მივედით რომ ეკითხა რომ აზერბაიჯანული ვიცი თუ არა რა და ამ სიტყვებზე რომ დამსდევთ მეთქი აი ნუ რა გამოვა ხო ეხა უნდა დიო ამ სიტყვებზე ის ხალხი ამ დროს იქ არის ბრძანების შესასრულებლად ბრძად საწავო სად გაიშლება არ ვიცი რაღაცაში გავქშარავენ მე მაგას რა თქმა უნდა ისე ვიტყვი მე ტელევიზორში რომ ეგრე გავქშარეს მე შენ ისე ვაგ დავიმბარებ და ისე მკითხავს სპარსული ვიცი თუ არა და ნუ აზრი კი ბატონო ესეთი კითხვა მაქვს თავიდან ახლა ეს შესამჩნევად ხარ წონაში დაკლებული ეს რა ის ხო სხვა შეიძლება რომ გამოვედი ციხეან ბევრი ისე მიყურებდა რომ აი რა გიქნეს ეგრე და როგორ გაგახსნეს და პირიქით აი გამოვიმართა რომ გითხრათ იმიტომ რომ მე გავიკეთე კუჭის ოპერაცია. მოიჭერი. კი, მოიჭერი ეს პოპულარულ ენაზე რო თქვა, იმიტომ რომ ნუ უკვე ძალიან ვიყავი და თან ეს მენჯბარძაღის სახსარი გამეჭედა და ნუ მივხვდი რომ ეს თუ არ გავიკეთე, იმის კეთებას აზრი არ აქვს. აჰა. ამიტომ ჯერ ეს გავიკეთე 50 კილო დავიკელე. 50 კილო გაკეთე. და მე გავიკეთე ეს მენჯსახსრის პროტეზირებაც და ოღონდ ეს ზედიზედ რომ გავიკეთე ამ ციხეში შეცვლამდე გამომივიდა რომ ძალიან გავხდი რა რომ პროგნოზად რაღაც რომ მითხეს 85 კილო სავარაუდო ციხეში შევედი 73 ასე რომ იქ პირდაპირ დავკავდი ასე რომ თვით რეაბილიტაციით სასეირნოში გამოყვანეს დამხვდა ჰანტელები ცხოვრებაში რას ვფიქრებდი რომ ჰანტელებით როდის მე ვარჯიშებდი მაგრამ აი რომ დავადექი პირველივე დღიდან და 200-ჯერ წევდი ყოველდღე ამ ჰანტელებს ვსეირნობდი რაღაცა და მოკლედ საბოლოო ჯამში რატომ ამბობ რომ ყველა გამოსული რომ იმით იწონებდა თავს რომ ამდენი დაიკლეს მე ვიწონებდი რომ 8 კილო მოვიმატე მომატებული მოვიმატე 8 კილო და ეგეთ შევირგე მაინც ეგ ციხეთან ეს მაგრამ აქ ერთი ამბავია რომ ესე იგი თბილისში შენი მეზობელი არის ირაკლი ღარიბაშვილი ციხეშიო შეხვედი, იქაც შემოგისახლეს და იქაც მეზობელი არის. მეზობელი. ბოლოს ბადრაგებიც ყდებოდნენ უკვე ძიცილ, იმიტომ ვეუბნებოდი რომ ეს კაც მომაცილეთ მე, იმიტომ რომ ხო. დავსახლდი ვაკეში, დამისახლდა იქ. წამოვედი ხა ციხეში წამოვედი, ჩამისახლდა აქ. ხანის ჩემი ზვირფასი ჰანტელები, აი ეგ რო შემოასახლეს, იმ დღეს გაქრა რა და ნუ რაღაცა მეთქი ეჭვი მაქვს რომ ეგეც მაგას წაიღო მეთქი და უთხარით რომ თუ მაგის წავებულე დამიბრუნოს ნუ იმიტომ რომ ხა წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ხო ეგ რო ჩასახდა მაშინ 3 თვე რაღაცას ხრიდა რა გაუჩერებლად და იქ მოსაშულზე სადაც ცხოვრობ ხო ხო და მთელობას უხაროდა რომ ეთყობა რაღაცას გვიშველის დამატებითი რაღაცა ეს გვექნება ხეირი და სიამდვილეში როგორც გამოვიდა პირიქით აკეთებდა იმიტომ რომ 900 რომ მორჩეს წყალი გაწყდა ჩვენთან ყველასთან რა ეთყო მთელი წყალი გადაიერთა თავის თავზე და კველეშაპივით და იმის მერე ან მოტორით თუ ამუკაჭა იმ წყალს ხო და ის ჰანტელებიც მაგის წაღებულია ხო აი როგორი მეზობელია აი მართლა ისე მაინც მეზობლობა როგორი ქონდათ მაინც ფაზაზე იყო ანუ ინქიან გამომდინარე იყო თანამდებობაზე თუ არა იმიტომ რომ აი იმ შუალედებში როცა არ იყო უნდა გენახათ როგორი რეგრესი და როგორი დეგრადაცია ხდებოდა იმიტომ რომ აი ადამიანი არ მიდიოდა სტუმრად და რაღაც როცა იყო ნუ პირველი ვადა მაინც განსაკუთრებით ნუ აი ეს რიგები ხوارთავდებოდა და ნუ ყველაფერი იყო ჰიპერტროფირებული დაბადების დღეებზე საჩუქრები ამწეებით აქ უნდათ და როგორ ამწეებით ხო აი ამწეებით ნამდვილი ამწეებით იქ რაღაც ზოგი აი როიალი რო გაჩუქონ ეხლა როგორ აიტანა ყოველ სართულზე ხო მაგას რაღაც ბევრ რაღაცებს ჩუქნიდან ეგეთებს და ერთხელ საერთოდ ის იყო სატვირთო მანქანა იდგა შენით სამხედროები ერთი 20-ული იყო რა სამხედროები ეყენოთ ტილი ავტომატებით და ყველაფრით რა და ნუ ვიფიქრეთ რომ ახლა მაინც პრემიერია თუ არა უმიხوار დაიწვა რაღაც შარში ვარა ვარ და კითხეს მერე და არა სანადიროთ მიდისო და ეს რომ მიდის ანუ 20-ულმა დახვრით უზეს ყოველები და ავტომატით თუ რა ხდება არა ამათო პერიმეტრი უნდა დაიწყო რომ იმანი ჯარი მიყავდა სანადირო ჯარი და აი ესე იყო რა მე ისე არაფერი მე ისე თავი ამ დაცვასაც ხო ართმევენ აძლევენ ეხლა სიფშვიდია ხო ეხლა არის ეხლა
რა ვიცი სასამართლოზე კაცი არ მიდის და იქ არ ვიცი ეგ არ მესმის მართლა ჩემთან კი ამოდის ყველა ისე მე რა მინდა კითხვის აი მე მინდა გაიხსენო არ ვიცი ხა ამდენად ახლა იუმორისტულად მოსაყოლე ამბავია მაგრამ შენი აფეთქების ამბავი როცა მოგიწყეს მანქანაში და რა მოხდა ანუ და პირველი აი რა შეგრძნებები ქონდა მოხდა რა რომ ნუ პირველ რიგში ვერ გააკეთა იქ სადაც დახაზული ქონდა სახლთან ჩემთან რა ნუ ეკიდა მომბი ვერ გააკეთა ვერ მიაწება იმიტომ რომ სულ იყო ხალხი აი მადლიერი ვარ ჩემი უბნის ბიჭების იმიტომ რომ სულ უცვამდნენ რაღაცას და ხო თვალთახედვის არ ეშყებოდა რა ქვემოდან უნდა ამოეკრა რა და ვერ საბარგულთან ხო ის კამერები არ აღელვებდა იმიტომ რომ შეთანხმებული იყო მაგრამ ეს ხალხი აღელვებდა რა ვერ მიაკრა მოკლედ იქ ვერაფრით და ამიტომ გადაერთო მე ოფისთან პარტიის ოფისთან და იქაც როგორ იყო რომ გადაღებული ხო იყო რომ მივიდა ჯერ აკრავდა იქ ხალხმა დაინახა გამოიწია მოკლედ ბოლო რომ მივიდა აი ესე გამოყვა და მე როგორც ამიხსნეს პლასტმასი ქონდა რა იმას 2/3 აი იქ რომ მოსრიალებდა პირველ რკინა სადაც იგრძნო იქ მიაწება და გავიმართლა რომ იქ ეს რკინა იყო სქელი დამრეცი და ეს ბოლოდ გაიკებით გაჯერებული იყო ის გარეთ გაყარა ეგრეთ წოდებულ ბალკაზე მიაკრა რა სქელი რომელი ხო და გარეთ გაყარა ეს ძირითადად ეს ყველაფერი და ხო მე როგორც ამიხსნეს 5 რაღაცა დაემთხვა შემთხვევითობა ერთმანეთს რამაც გადამარჩინენ ყველაზე მეტად ეს უკანა სავარძელი ისე აძვრა რომ ამოქოლა ეს რა აი ცოტა იმ რაღაც პანჯბობებით რო ვიყავი კადრში ესე რომ მქონდა მე ვერ გავიგე თავიდან ხო იმიტომ რომ უკნიდან თუ იყო ესე რატო იქიდან იმ პირველმა ტალღა ვერ დაგარტყავ თორე ის გადაგამტროდა ყველა შემთხვევაში და ქვემოდან შემოვიდა ამობრუნდა ესე გადამიარა ისე ძლიერი კი იყო რომ მე კიდე რომ შემოbrunდა მაინც ისე გადამკეცა რომ ეს მიჭერილი მქონდა იატაკზე ეს თავი და გეუბნება ზემოდან კიდე ფეხს მაჭერდნენ ხო ნუ კიდე რამაც მიშველა რომ სიგარეტს რო ეწევოდი ჩამოწეული მქონდა ნახევრად შუშა და იქ გავიდა წნევა ნუ კიდე ჩემო თავ მოუმელობამაც მიშველა რომ პარპრეზე იყო დაბზარული ბევრი თვე და გამოცვალოთ მოდი მე გამოცვალოთ რაღაცა და ანამდე არ გამოუწვა და ადვილად გავარდა და რაღაც წნევა მაგანაც გაიტანა რა და ეგრე გადავრჩი პრინციპში მაგრამ მანდ აი თუ სასაცილო გინდა მე ხო ეს გამოძიება იმ პოლიციაში იმაში და თან დაღლილი ვარ თან ისა ვარ და ერთი სული მაგის დენთი სუნი ყარვა რა რომ ავიდე სახში რომ ვიბანაო რა ეს მოვიცილო იმდენი ხანი მკითხეს და ეს რომ ავედი სახში და აი დაუბრუნდეთ ისე ჩემ მეზობელს და წყალი არ არის და დილამდე ვყარდი ჩემი ზოლიდან დენტის სურათ ყარდა მე უკვე და ყველანი რა ვიცი კაი მართლაც ისე გადარჩი კი ნახდათ გადავარ აი ბეწვზე მართლაც ეხლა ერთი ძალიან საინტერესო თემას უნდა შევეხო შენი ესეთი სავიზიტო ფრაზა რაც მთელი ცხოვრება დაყვება რა სამოხდი სულ სამოხდი ხო ეს არის ფრაზა რომელიც აი შეუძლება რომ ყველა თოქ-შოუში ან სადაც მოხვდები ყველამ გაგიხსენოს რა აქტიურად მაღაზია ჩავჯექი 19 წლიანი დაგვიანებით რა მაგრამ როგორც სიმბოლო და სულ სამოხდით მაგის ანუ ავტორი მე არა ვარ ჩემ ფრაზას ყვანაერია მაგისი კონკრეტულად ავტორი ვინც არის ნუ ვინც იყო რა იმ იმედში მაგ საქმეებზე კურატორი და ნუ მაშინ აი ძალიან ყევრში გვეჯექიო უკვე რა და მაშინ იმედში მუშაობდა ეს ნუ ეს არ მუშაობდა აძლევდა ინსტრუქციებს ესე რომ ვთქვათ რა სულ სამოხდი თქვი თუ არა ის დანარჩენი ფრაზა აღარც მომისმენიო ეგრევე მოვჭერი სამჯერ გადავაბი და მივეცი ეთერებში მისცა და მისცა ხო ეს დანარჩენი ფრაზა ხო დარჩა ეგრე რომ არავის აღარც მომისმენია რო ასმენინებდი არა მაინც არ უსმენდნენ და მაინც დარჩა სული წინადადება როგორი იყო სული იყო რაც თავარია რომ აი ხა რაც ხდება ეგ იყო წინადადება რა აი ხა მარტო რაც ამბობენ კი რაც ფიზიკურად ხდება რუსთაველზე რომ ფრაზა იყო რომ რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ თბილისსაც დავიცავთ თელ ქვეყანას დავიცავთ და ამისთვის ამოხდით სულს აი ეს იყო ფრაზა ეხლა ციხიდან ვინჯექი უყურებდი რომ ამას აკეთებს ეს ხალხი იცავს რუსთაველს რომ რუსულმა დროშებმა არ იფრიალებს ხო ეხლა ცოტა წარსულის თემას უნდა შევეხო სკანდალური რომელიც ექსკლუზივი მჭირდება მოიცი ხა ერთი ეს ამბავია რომ შენ ბელარუსმა ლუკაშენკომ
გაგასამართლა ბრალი გაქვს რომ გადატრიალების მისი გადაგდების მცდელობა. ლუკაშენკოს გადატრიალების მცდელობა. მცდელობაში ხარ ბრალდებული. ხო, ეს როგორ ეს რა ხდება ამ დროს ანუ? ამ დროს მოკლედ კი, ჩემ ლიტველ მეგობრებთან ერთად დიდი ხანი ვცდილობდით მაგას მართლა და გადავამწარეთ კი, კარგადაც გავერთეთ კიდევაც და განსაკუთრებით მაგათ კგბ ქვია ეგ პირდაპირ. მაგათაც კგბ ქვია? კი, მაგათ პირდაპირ კგბ ქვია, აი ის გადავამწარეთ საშილად და თავდაყირა დავაყენეთ და მოკლედ გადაევსოთ ბოლო ეს და მქონდა მოყენებული მუხლი 25 წლიდან დახვრეტამდე, მაგრამ რაც ჰუმანურობა მაინც გამოიჩინეს და 25 წელი მომისაჯეს. ანუ შენ განსაკუთრებულად ვერ გიტან და ლუკაშენკო, ხო? კი, მაგრამ მე საბოლოო ჯამში მე კიდე მაგას გეტყვი, მან რაღაცნაირად იმ შერეკილებს არ იყო, ამ ხვრელშიაც ვიყავი და იმ ხვრელშიაც. ამ ხვრელშიაც ვიყავი, უბრალოდ იმ ხვრელშიაც. და აი სანამ მე გიყო ეგ ახალი მოჟილი მაქვს რა და 25 წელი. კი. ანუ მიშამ როგორც იცოდა, ვითომ ისე მეუბნება, ახლა ხო იცის რომ ამაგდებს ნახადათ რომ ეხლა იქ მივდივარ თუ ჯერო ეს მინსკია, სამიტია, SNG-სიო და მე კიდე ლონდონშიო და ლონდონში კარგი შეხვედრებია და ესო და რავი ახლა თუ არ შეგეშინდებო, არ გინდაო წამოვა და ანუ შენ ჩახვიდე ახლა ბელარუსში. ხო და ნუ ხო იცის რომ მეთქვის რომ თუ არ შეგეშინდება, არ შემიშინდება. ახლა ძალიანაც რო გითხრა რომ გადავირიე სიხარულით, მაგრამ ნუ ახლა მაგეთინა თუ კომისმერი ხო წავიდო და წავედი. ნუ კაი წავედი. ხო როგორ არის რომ ეს მიშა და რამდენიმე კაცი მიდის იმ სამიტზე და დანარჩენები არა რა, დანარჩენები ლონდონის პასაჟირები არიან. ამიტომ ეს თვითმფრინავი რომ გააჩერეს, ეხლა იქ არის აი გძელი წითელი ხალიჩა იყო იმ საპატიო ყარაულით და ამბებით და ეს მიშა და იქ წამსვლელები გადავიდნენ ჩაიარეს და ჩვენ გვეუბნებიან რომ ეხლა ამ თვითმფრინავსო გადავაყენებთ სადაც გვერდზეო და იქ თქვენი პროგრამა გაქვთო. ხო. ეგ აი გიგიმიზის გვერდზე რომელიც ნებისმიერ რამეზე ამ ყოლიკაცი არის და იქ მეუთხარი ეხლა დაახლოებით ხვდები რაც მოხდება და რაო და აი გვერდზე რომ გადაგვაყენებენ ნუ მე ალბათ დამიჭერენ მინიმუმ სანამ აქავარ და მე გავმიშვენ თუ არა არ ვიცი და რა შეიძლება რო ვქნათ მოდი მეთქი ამ ხალიჩაზე ჩავიდეთ ბავშვი რა და დაიბნევი მოდიო რა რატო არა გავიშალეთ მე და იგი გამოვედით ამ წითელ ხალიჩაზე 25 წლიან ძებნიანი კაცი გამოვედი იმ საპატიო ყარაულმა სამჯერ დაგვიბრახუნა ეს ტოფები პატივისცემის ნიშნად აი პერიფერიაზე კი უხედავ ამ კგბ-შნიკების შეშლილ სახეებს მაგარი ალეცილებიან გვეზისყებით რა გავიარეთ და გვაჯნოთ ესე წავედით ხო და ნუ მე მოიყვანეს ეს ავტობუსები ჩვენებთან დანარჩენებთან შედახვეული ვიყავი რა რომ მეთქი რო არ გამშარონ მე როგორც ვიტყვი ეგრევე მოძრავოთ რა ჯერ მე ჩალიჩენ რომ ამ სასტუმროში ავიდეთ რომ გამოიცვალოთ და რაღაცა რამდენიმე საათი თუ არა არაფერი არ გჭირს მეთქი გამოსაცვლელი სასტუმროში არ ამოვალ ის თქვენ რო რესტორანი გაქვთ ჩვენთვის განსაზღვრული არც იქ არ წამოვავთ მეთქი რა ჩვენით გავარკვიე კაი რესტორანი ფულს დავდებთ ყველანი ჩვენით მივხედავთ თავს ნუ ძალიან ეწყინათ, მაგრამ ნუ რა ეკრათ, რომ ბოლო წავედით იქ. მოკლედ ეს რესტორანი კარგად ჩავატარეთ ყველაფერი და ბოლო მცდელობა იყო, რომ ამ რესტორნიდან გამოდივარ და ერთი 20 მანქანა დგას მე მგონი ვინ არიან? უძველესი პროფესიის ქალბატონები. ამ მანქანებით რა, რომ წავიდეთ და მე ხა მიმინუსავით იმას ვეუბნები რომ ლედჩერის 20-წელს გენაცვალებ ამაგო მეთქი რა უნდა რაღაცა პროგრამაა გადაიღონ რამე რაღაცა უნდათ რა და ნუ აი არა მეთქი 25 წლის მერე კი ბატონო ვილაპარაკოთ ხო და ერთი საზაცილო ის იყო რომ ერთ-ერთი რა გამოვიდა ჩვენი იმიდან და ეუბნება რომ ამას თუ არ უნდა იგი მე წამოვალ რა ესეთი ტიპი აიღო რაღაცა ეს ოპაქციების ქალი ხო და რაღაც ტიპი იყო რა ეს კაპოძზე იჯდა სიგარეტს ეწევოდა და ეს ღრმანაპაზი და არტყა ეს გადააპურწა შეხედა და ეს რუსულად უნდა ვთქვა ты кому нужен пусть Василичич შედაყარ там Василичич კომენტარი ანუ ბაბისები იცოდი მოგდეთ მოგეთ წავედით ამ აეროპორტში რა
ამ აეროპორტში შევდივარ თქო რომ გავიდეთ იმ თვითმფრინავამდე და უცებ დამეხატა შინელით გენერალი. ეს ვინაა მეთქი? ეს არის სასაზღვრო ძალების უფროსიო. ხო და ეს სასაზღვრო არის ელიტა, იმიტომ რომ ლუკაშენკოც მანდი იყო და ეს ორივე უფროსი შვილი მანდი ყავს და მთავარი ხალხია რა. რა უნდა მეთქი და რა გინდა ვეუბნები? მე არ მელაპარაკება ესე აკეთებს. და ნუ ის ეუბნება რომ არ გაიაროს. თუ დავაო, თუ დაიძრებო ვესვლიო ეძახის და. შეზე? ხო. რაღაცა უნდა გავარკვიოთო და. ბიჭო მე ნუ ეუბნები რომ მე ჩემი უფლება მაქვს, ვაფშე არ მაინტერესებს, წავალ რაღაცა ის ხელით მაჩვენებს რომ არ წახვიდე. ბოლოს თქვი რომ შო წავედი მეთქი რა და დავიძრა და მივდივარ და ხო ამ კონსულს ვეუბნები აი პროფესიონალი რო ბელმონდოიანი ფილმი მეთქი იმის ბოლოს სცენა ეხა ეს არ ყვევს მეთქი მესროლოს თუ არა და უცებ რაღაცა უთხრეს იმ ტელეფონში და კაიო ოღონდ შეიყვანე და თვითმფრინავში ნუშლის აქ ყველას ნერვებს მომაცილე დაკედა აი შევედი და ზუსტად მიშაც მოვიდა ყდება სიცილიდან ბიჭო რაღაცა რომ მოხდა ვიგრძენი და რა მოხდა მეთქი და ტუალეტში გავედი და შემოუყვა ეს ლუკაშენკო. თქვაო რომ ეს თქვენი დაიხატო, ეს თქვენი ტარგამოზეო, ყველას პროვოცირებს და ნერვებს უშლის და მოკლედ უნდა დავიჭირო რა. მე ვუთხარიო რომ ამ პრინციპში სწორს იძახიო და ცოტა კი დაიბნეო, რას ვიძახიო? არა უნდა დაიჭირო, იმიტომ რომ დურაკული სამიტი იყო, ნიუსი არ ქონდა არაფერიო და დაიჭირო ეს ტარგამოზი და კაი ნიუსიც გამოვაო და რაღაცა საერთაშორისო გაშუქებაც ექნებაო და ცოტა დააპაუზა და ეგეთი შტერი წავარო, აი მივხვდიო და წაიყვანე მარტო თუ შემო მე კი ვიცი რა უცოდა. ანუ სკანდალი ვიშავაც სკანდალი ხო დაძაბა და მაგას მოკლედ გადავრჩი და რო ჩავედით იმ ლონდონში ბიჭო ძალიან კი მინდოდა ეს გასვლა თავიღალეთ ხო ემოციურადაც იზის და თქვენ წავედით მეთქი მე დავიძინე თქო ამ სასტუმროში დავიძინე გამეგვიძა ეს ემოსულები არ არის ჩავედი იმაში ფარში და ბიჭო ეს ბარმენის გაიდიფი აღმოჩნდა რა ეს მიყურებს რომ რაღაცას ვაკვირდები რაღაცას მაგონებს ეს ბარი და ვერ ხვდები რას და უცებ გამინათ და რომ ის ბარია იმ საწყალ იმას ლიტვინენკოს ის ატომური ბომბისას დაალევინეს რა პოლონიუმი ხო და ამ ბარმენს შევხედე და ეს ის ბარი არის მე დიახ ზუსტად ის ბარი დამის ხერხი შევდე პოლონიუმი მეთქი რა პირდაპირ ავაწყეთ მე და ამ ბარმენმა აბა პოლონიუმს ხეო კიდე და რაღაცა და მე ჩვენებიც რომ მოვიდნენ თქვენც გნებავთ პოლონიუმი და რაღაცა და მე ეძახდა ამას რუსები ვერ მოკლავენო ასმევან პოლონიუმს უკვე მეექვსე შატი დალია და ინელებსო და ეგ დამთავრდა ხო არა საინტერესოა იცი რა ბიდა კითხო ახლა აქაური სიტუაციას რო შევეხოთ ხო ანუ შენს გჯერა რომ სიტყვაზე ანუ აი რაღაცა ხო ჩვენც ხო ჩვენებული მართლობა გვაქვს ხო ძალიან უცნაური ხო ზეთი ცოტა არანორმალური მართლობა რა ცოტა არა რაღაც ცოტა ხო ეხლა ცოტა არანორმალური ამოვარდნილი ყველანაირი ჩარჩოებიდან ხო ნუ მივეჩვიეთ უბრალოდ თუ რა ცურავი ბაობაბები მიავიწყდა ხალხს ხო აი ეგ ბაობაბის კი არა და პირველი ტიტა რო იქიდან მე მგონი ის იუბილეი იყო იმ გაცურის ამას წინათ ხო რამდენი წელი გავიდა არა გარდა მომენტი მაინც ბაობაბები იმიტომ რომ ეს ბაობაბები ხ წარმოიდგინე ბაობაბები რომელთა მეშვეობითაც ეს ღმერთების თანასწორი და უკვდავი უნდა გამხდარიყო ჯერ გახმენ მე დავპენ და მე დასაფლავდნენ იქ და ეს რამხელა დარტყმა იყო ხო წარმოგიდგენია მასში ეკვეთილში ვიყავი თან და ვაკვირდებოდი პროცესს აი ზღარბების ჩაბარება რო დაიწყეს ხალხმა ხო იმიტომ რომ ზღარბებმა უნდა დააშრონო ეს ტენიო რა და ზღარბს იბარებდნენ 30 ლარა და ნუ მთელი გურია თან ხო გურულები და შაყირი ხო იცი რა ხდებოდა ხო წარმოგიდგენია ეს გურულები ამ ზღარბებით რო დარბოდნენ ხო და ეს ზღარბებად და რაც თავი ვიღაცა აგრონომს ამერიკას ხო მიათხრიშა რაღაც მე 40 მილიონი თუ რაღაც რო გადაერჩინა ესენი მე იმო ვერ უშველა რა დაღუპვა და ამ დროს იღებენ ინტერვიუს და იქ ვდგევართ როგორ იღებენ ინტერვიუს უყურებთ იმაში რაღაც ღია კაფეში შეკვეთილელი კაცია და მე აგრონომი ვარო ისეო რა
და ისე ლამაზად მოყვა, როგორ უნდა ეშველა მარტივად ამ ბაობაბებისთვის, რომ შეოჯახა შენეულ რო გავარდი. ეს კაცი ზის აგერთუნე შენი სახლის ძირში, ორი ფოთლილოდი რომ დაგედგა მადლი და მოგიყვებოდა ყველაფერი და ბაობაბების გადარჩევოდა და ის მაგრამ ხო აქ ერთი მას მეგონია რომ რაღაცა მეების ჯერა რაღაცა არანორმალური მოვლენები ხო გაცილებით შორს არის ვიდრე ესე გამოიყურება ნუ ძალიან ეხა deep state რა არის ხო deep state გადაარქვა იმიტომ რომ რუსებმა გადაარქვეს თორე ნუ მასონები რა ნუ მასონების უბრალოდ კი არ ჯერა ხა ვინც მუშაობდა მაგასთან დიდი ხანი რა ოფისში ის მეუბნებოდა რომ ბიჭო თქვენ კი შაყირობთ მაგრამ იქო ისე იყო ოფისშიო რომ ის კი არა რომ გეთქვაო რომ არ მართავენ ეს მასონებიო აი რო გეთქვაო რომ კი მართავენ მაგრამ იქნება თვათ ესეთ არ მართავენო გვაინც გაგაგდებოდნო დოგმა იყო რა რომ ეგრეა და всё ერთი ამბავია მაინტერესებს ბოკერია რო არ აყავს დაჭერილი ნუ ეგ მართლა იყო ეს ერთადერთი შეხვედრა რომ არა კი არ გონია თავის შუაში იცის კაცო დარწმუნებული ანუ იმ ერთადერთხელ მიშას რომ შეხვდა იქ კითხვით ფორმით კი არ უთქვამს ეგ მტკიცებულებითი უთხრა რომ ანუ გიგა ბოკერიაო რომელიღაცთან ნომერი თქვა რაღაც აი ამ და ამ ლოჯის მაგისტრი არის ეგ ხო ვიცი ან როგორ უთხარ ამ ესე იგი რაღაცა ამ კონკრეტული აი ამ და ამ ლოჯის მაგისტრი რო არის ეგ ხო ვიციო რა მე გიგა ცოტა ზონდივითაც გამოვიყენეთ იმიტომ რომ ეს გადაბარების ამბავში ხო უნდა შეხვედროდა და ახე რა უთხარით ეხა მართლა ეგეთი გიჟია გვეჩვენება რა ხდება ეს მოვიდა სუპერ დაღებული და ესე თქვა რომ სანამ უშუალოდ ლაპარაკზე გადავალთო ჰა ესე მეუბნებოდა შენო ვიცი რომ იციო ანუ რახან მაგისტრია იცის მაგისტრი მასონთა ლოჟის ესე მაგისტრი მაგისტრი რო იციო და ეს 911-ო ჰა მოსადი ხო ჰა ხო და რა ჰა ეს იგი წარმოგიდგენია რომ იბჟერა რომ მოსადმა ხია იმ შენობებს რა მოსადმა და აი მაგაში ცხოვრობს და ეხა მიყია აუხსნა ჯერალაიდან კარგი ისე კაია გადარჩა რამდენი წელი ესე ციხესაც და გაცნობიერად არის ხო კაია ხო არა კიდევ ნუ ეს რაღაცა თეორიებშიც მართლა ცხოვრობს მე მგონი არა ნუ იქ აი ბევრი რაღაცა ეხა ის მე როგორც ვთქვი ჯადოქრების მიმართულებაზე ის გოგო იყო შვილი უსტავაში ეხა რომ ამერიკაში ვივიენი რო ქვია ხო და იგი იყო უსტავაში რომ ჩამოყავდათ ვიღაცები ხა ერთ-ერთმა გამოიტანა იქ ვიღაცებს გამოქონდათ ხოლმე ამბები რა იქ შიგნით ძალიან რაღაცა ჯურღუმული ვითარება აქვს იმ ოჯახში რა ხო და აურა გაფუჭდაო ხო გაფუჭდა აურა ხა აურა რო გაგიფუჭდება სახში რაღაც ხო უნდა იყონო რა ანუ მე მუთხრა არ თვითონ გადაწყვეტეს რომ გაფუჭდა გრძნობს ეთყობა ის აფილოს წვენზე რაღაცაზე გრძნობს რა ხო და გამოიძახეს რომ ეს ვიღაცა იმიდან საფრანგეთიდან ესე იგი აურის გამსწორებელი რაღაც ფილოსოფიით რაღაცა დადო იმან იჟღუილა ნახევარი საათი გავასწორე აურაო რაღაც მიწეს 260,000-ო იმის მერე მინდა რომ ან დამხმარე წავიდე იმას წამოვიღებ ხოლმე რაღაც 60 რომ მომწენ მე ვთქვა და 200 იმას ანუ ფილოსოფიით ჩარტო შეისრულა რა შეისრულა ის ზუდია ავიდა საფრანგეთში აი ეგეთებს უყა რაღაც ხვები რაღაცები ნუ ბევრი რამეა რა ხვები კი მოკლედ ესე იგი ძალიან ბევრი ჩვენ კულისებში ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ ის უბრალოდ ამ განაცემაში არ მოიყოლება ხო ისეთი ამბები არის ხო მაგრამ რაც მოიყოლა ძალიან კარგი იყო რა ვიცი გამოვიდა ეხლა მითხრეს რომ მიდიო მანუშოვიჩიო რომ სულ ყველა ბუარო ხარ ბუა არ იყო მე მგონი მაინც ისეთი რაღაცები მომყვევი რომ მაინც ბუა მაინც ბუა ხარ არა უკრათა ფადაჩორი არ იყოს რა ქვია ვასუსი ვასუს და გრიშას დიალოგი რო ცისფერტებში ეს რო ტანკისტი იყო გრიშა რო იძახის მეც ვიყავი რაღაც მაშინ ხო ეს ბოკერია თუ მაგისტრია მეც ვარ რაღაც და აი რა რაღაც ნახოს მე ლოჟა შეც ეს ყვათაშორი რაღაც დაგიჭი აშკარად რაღაცა ეგონე რაღაც ვიცი რა თუ ეგონე რომ მაგდრო ეს ხო და რაღაც ეს ეგრე მეც ვიყავი რაღაც კაი იყო კაი
მოკლედ გივი ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენს მოწვევისთვის. ყველაფერი კარგი გისურვო, სიფშვიდე გისურვო, წარმატებები გისურვო. გივი თარგამაძე იყო ძვირფასი მაყურებელი ჩვენი განცდის სტუმარი დღეს მე ამით გემშვიდობებით. ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, არ გადაართოთ წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუკლიასთან ერთად ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.